პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა, კერძოდ პენსიონერებს პირადობის მოწმობაში არსებული გარკვეული მონაცემების, მაგალითად გვარის ან სახელის უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდებათ. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტებს არ წარადგენდა. ცვლილებით კი პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღება. ამ გადაწყვეტილების შედეგად ყოველთვიურად 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მონაცემების შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პენსიის გაცემა აღარ შეჩერდება და სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს ამ უზუსტობის გამოსწორებას. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემთა ბაზებში ერთმანეთს ემთხვევა პენსიონერის პირადი ნომერი, ასევე მისი დაბადების წელი და თვე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიახლე ყოველთვიურად დაახლოებით 1000-მდე პენსიონერს შეეხება და გაუმარტივებს მათ პენსიის მიღების პროცესს.